სამხარაულის საექსპერტო ბიუროს დასკვნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ოლიგარქის წინააღმდეგ არის დამონტაჟებული და ყალბი, შეიძლება ითქვას, რომ გაბათილებულია. გერმანულმა გავლენიანმა საექსპერტო გუნდმა დადო დასკვნა, რომ ამ ჩანაწერზე მონტაჟის კვალი არ არის, ის არ არის არაავთენტიკური და ის 114 წყვეტა, რომელზეც საუბრობდნენ გასულ პროცესზე პროკურატურა და სამხარაულის ექსპერტიზის წარმომადგენელი არის რეალურად სიცრუე, რადგან გავსი რამ უბრალოდ არ ფიქსირდება. რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერი და ეს მტკიცებულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც უკვე მომდევნო პროცესზე ორშაბათ დღეს გამოიკვლევენ სასამართლოში. პროკურატურა ძალიან ცდილობდა, რომ ეს ჩანაწერი საქმეში არ ჩადებულიყო, არ ყოფილიყო მასზე აქცენტი გაკეთებული, რადგან სწორედ ამ სატელეფონო ჩანაწერით დგინდება ის, რომ რეალურად ბაჩიაშვილსა და ივანიშვილს შორის იყო შეთანხმება სესხზე და არანაირ ინვესტიციაზე აქ ლაპარაკი არ ყოფილა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერთან დაკავშირებით, თუკი სამხარაულის საექსპერტო გუნდმა ვერ დაადგინა, მაგალითად რა მოწყობილობით იყო გაკეთებული აღნიშნული აუდიო ჩანაწერი, ან რა დროს, რა თარიღით, ან ზოგიერთ შემთხვევაში ვინ საუბრობდა საერთოდ ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, გერმანიაში ექსპერტებმა ეს ყველაფერი დაადგინეს და ახლა ჩვენ შეგვიძლია ამ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებები მოვისმინოთ. ექსპერტიზა ადასტურებს ჩანაწერის ნამდვილობას და ექსპერტიზამ ამოისნო ჩემი და ივანიშვილის ხმები, როგორც მითითებული იყო პროკურატურის მიერ მიწოდებულ სანიმუშო CD დისკში. შესაბამისად, მათ აქვს ჩატარებული ძალიან პროფესიონალური კვლევა, ძალიან მრავალი პროგრამის გამოყენებით და აქვთ რამდენადაც ჩავხედე მითითებული კონკრეტული კოეფიციენტებით თუ რამდენად იყო ეს ყველაფერი გადახრის მოცემულ ზღვრებში. გერმანიაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ფაილი არ არის დამონტაჟებული. მეორე, განსხვავებით სამხარაულისგან დადგინდა ფაილის შექმნის თარიღი და მოწყობილობა, მითითებულია, რომ შექმნილია სმარტფონზე. მითითების თარიღი გახლავთ 2015 წელი. ის ეგრეთ წოდებული წყვეტები, ანუ შავი ხაზები, რაც მიაჩნდა სამხარაულს რატომღაც მონტაჟად, ეს სათანადო ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავები დადგინდა, რომ საუბრის დროს იყო მოსაუბრეთა შორის ან პაუზა, ან კიდე გამოწვეული იყო, ასე ვთქვათ, ხარისხით აუდიო ფაილის. შესაბამისად, არც ერთი წყვეტა არ არსებობდა, რომელიც მიუთითებდა მონტაჟზე. ერთადერთი საკითხი არის აღმოჩენილი ერთადერთი სამწამიანი მონაკვეთი, თუ არ ვწდები, 3 წამამდე ესეა მითითებული, რომელზეც არის საუბარი, რომ ეს ნაწილი ამ საუბრის სავარაუდოდ მიუთითებს მოსაუბრეთა პაუზაზე საუბრის განმავლობაში და საბოლოო ჯამში დაასკვნა ევროპულმა საექსპერტო ბიურომ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ცნობილია ამ დარგში, რომ საერთო ჯამში ეს აუდიო ფაილი არ არის დამონტაჟებული და არ აღენიშნება რედაქტირების აშკარა კვალი. გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ შეკერილ სიცხლის სამართლის საქმეზე დღეს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო და პირველი მოწმე, ვინც დაიკითხა, იყო ლატვიის მოქალაქე ბიზნესმენი, რომელსაც წარსულში უთანამშრომლია გიორგი ბაჩიაშვილთან და მეგობრული ურთიერთობა აქვს. შესაბამისად, გარდა იმ საქმიანობისა, რომელსაც უშუალოდ მასთან აწარმოებდა ბაჩიაშვილი, ძალიან კარგად იცის მისი საქმიანობა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ადამიანის ჩვენება წესით სასამართლოსთვის. თუმცა პროკურატურა ამტკიცებს იმას, რომ სანდოობა არის კითხვის ნიშნის ქვეშ ლატვიის მოქალაქის, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული გარემოებები მას არ ახსოვდა, თუმცა საუბარია 10 წლის წინანდელ საუბრებზე, შეთანხმებებზე და დოკუმენტებზე და თუ აქედან გამომდინარე ვიმშელებთ ანალოგიური შეიძლება ითქვას ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც ძალიან ბევრჯერ თქვა დარბაზში დამსწრეების თქმით რაღაც კონკრეტულ ფაქტებზე, რომ არ ახსოვს და არ იცის და კიდევ ერთი გარემოება დღეს სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა, რომ ლატვიის მოქალაქე მოწმემ დაცვის მხარის მხრიდან ზოგიერთ კითხვაზე პასუხისთვის მოიშველია მასთან გიორგი ბაჩიაშვილის საუბარი, თუმცა ეს მის წინააღმდეგ ნამდვილად ვერ იმოქმედებს და ამის გამო ვერ ვიტყვით, რომ სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ყველა ის მოწმე, რომელიც სასამართლოში პროკურატურა მოიყვანა, სწორედ მათსა და ბიძინა ივანიშვილს შორის პირად საუბრებზე დაყრდნობით აძლევდნენ ჩვენებას და არანაირი მტკიცებულება არც მათ წარმოუდგენიათ. ჩვენება მიცა მოწმემ, რომელიც არის დამოუკიდებელი მოწმე, არ არის არც ჩემი თანამშრომელი, არის ჩემი მეგობარი და ინვესტორი, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ერთად გამოსულართ ინვესტორებად, რომელმაც მე 2015 წელს მომცა გარკვეული ოდენობის სესხი.
მრავალ კითხვაზე, რომელიც პროკურორმა მას დაუსვა, მან კაფიოდ განსაზღვრა განსხვავება სესხის და ინვესტიციის შორის და კაფიოდ განუცხადა სასამართლოს რამოდენიმე შებრუნებული კითხვის შემდეგ, რომ მე ვეძებდი სესხს. მე მივმართე მას როგორც სესხის გამცემ პიროვნებას. ზუსტად ისევე, როგორც მივმართე ივანიშვილს, რომ ქართულში გაეწია შუამდგომლობა, რომ ჩემთვის ქართულიდან ამეღო სესხი. არსებითი ხასიათის გარემოებებზე ყველაფერს თქვა, რომ არ ახსოვდა. წარადგინა კონკრეტული ხელშეკრულება არ ახსოვდა, არაფერი არ ახსოვდა. საუბრობდა ძალიან ზოგადად და ამიტომ ერთი რომ სანდოობაც ცოტა ეშქვეშ არის, მაგრამ თავარი არის ის, რომ რეალურად არაფერი არ უთქვამს მას. თუ კი რამე განაცხადა, მხოლოდ იმას დაყნობთ, რომ ეს ყველაფერი მას უთხრა გიორგი ბაჩიაშვილს. შესაბამისად, ამ განმარტესებმა ყველა მოწმის მიერ გაჟღერებული პოზიცია იყო ერთმანეთთან სრულ თანხმობაში. იქნებოდა ეს კალბოტონი ნატო ხაინდრავა თუ არაერთი პირი, რომელიც სწორედ ამ ურთიერთობაში იყო ოფიციალურად ჩართული. გერმანელი ექსპერტი, რომელიც ამ საექსპერტო დასკვნას ხელს აწერს, მომდევნო კვირაში ორშაბათ დღეს დაიკითხება სასამართლოში. მისი ჩვენება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფარდა ეხება იმას, როგორ ჩატარდა მოკვლევა, როგორ დაადგინეს ის, რომ ამ აუდიო ჩანაწერზე არანაირი მონტაჟის კვალი არ არის და საინტერესოა უკვე ამ ჩვენების მოსმენის შემდეგ და მტკიცებულებად აი ამ დასკვნის გამოკვლევის შემდეგ, ზუსტად ხმოვან ჩანაწერთან ერთად უკვე რა პოზიცია ექნება სასამართლოს. გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე განაჩენი ძალიან მალე უნდა დადგეს.